მოგესალმებით, ეთერში ბოლნისის ხმა არის, მოგესალმებით ჩვენს მსმენელს. შეგახსენებთ, რომ ბოლნისის ხმა პროექტი მისი ხმის ფარგლებში მიმდინარეობს და ხორციელდება, რომელსაც DVV International და ფინანსურად გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ანხორციელებს. დღეს თქვენთან ერთად ვიქნები მე, ქრისტინე ქუქჩიშვილი და ასევე ჩვენი ჟურნალისტი მარიამ სოსელია, რომელიც მოგვიანებით შემოგვიერთდება ჩვენ სტუმართან ერთად. დღევანდელ გადაცემაში ჩვენ ვისაუბრებთ ქალების როლზე დღევანდელ სამყაროში. წლების განმავლობაში ქალებს ყოველდღიურ ცხოვრებაში უწევდათ, როგორც ვთქვით, სხვადასხვა როლის შეთავსება: დედის, ოჯახების, მარჩენლის, შრომლის და ასე შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ეს როლები ყოველთვის მიიჩნეოდა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად, ისინი იშვიათად იქცევდა ყურადღებას საჯარო დისკუსიაში. ქალებს ხშირად უწევდათ სხვადასხვა სამუშაოს ერთდროულად კეთება და ამავე დროს სრულყოფილი დედის, მეუღლისა და მშრომლის საჯარო იმიჯის შენარჩუნება. თუ კაცობრიობის ისტორიას გადავხედავთ, ქალს მამაკაცებთან შედარებით ნაკლები იურიდიული უფლებებიც და პროფესიის მხრივ შეზღუდული შესაძლებლობები ჰქონდათ. ქალი აღიქვებოდა როგორც ოჯახის ბურჯი და მისი უმთავრესი მოვალეობა ოჯახი და შვილები იყო. არსებობს ასევე მცდარი მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, თუ ქალი პოლიტიკაში მოვიდა. თუ ქალმა პოლიტიკურ მოღვაწეობას მიიღო ხელი, მას ყველაფერი დანარჩენი მოუბეზრებია და პოლიტიკით ცდილობს თავის გართობას. სწორედ ამის გამო ქალი ხშირად საზოგადოების კრიტიკის ობიექტი ხდება. დღეს ქალი იძულებულია დაარწმუნოს საზოგადოება, რომ მის ქვეყნის კანონმდებლობაში ერის საკითხილდღეოდ ცვლილებების შეტანა სურს და თვლის, რომ პოლიტიკაში თუ კანონმდებლობაში ქალი გადამწყვეტ როლს თამაშობს. ასევე ვისაუბრებთ ქალებზე, რომლებმაც დღეს ბიზნეს მიჰყვეს ხელი, მათი კუთხე შეიქმნეს და სწორედ ჩვენმა ჟურნალისტმა მარიამ სოსელიამ ქალბატონ ნანა შახნაზოვთან ერთად ძალიან საინტერესო ინტერვიუ მოგვიმზადა და დროს ეხლა მათ დავუთმობ. მოგესალმებით. გადაცემას ჟურნალისტი მარიამ სოსელია გაუძღვება. დღევანდელი გადაცემის სტუმარი პროფესიით პედაგოგი და ამავე დროს მეწარმე ქალბატონი ნანა შახბაზოვია. ქალბატონ ნანას დაბა კაზრეთში საკუთარი ფოტოსტუდია აქვს, რომელიც წარმატებით მუშაობს და არც მომხმარებელთა რაოდენობას არ უჩივის. აღსანიშნავია ისიც, რომ დაბაში ეს ერთადერთი ფოტოსტუდიაა, რომელიც მომხმარებლებს ამ კუთხით მომსახურებას თავაზობს. სხვა მნიშვნელოვან თემებზე თავად ქალბატონი ნანა ისაუბრებს და გასცემს პასუხებს ჩვენ მიერ დასმულ შეკითხვებს. დასაწყისისთვის გაგვაცანით თქვენი თავი, გვესაუბრეთ თქვენს პროფესიასა და ამჟამინდელ საქმიანობაზე, სად მუშაობ და მოღვაწეობთ ამ ეტაპზე. მოგესალმებით, მე ვარ ნანა შახბაზოვი, 30 წლის. პროფესიით მასწავლებელი, ამჟამად მუშაობ კაზრეთის პირველ საჯარო სკოლაში, თუმცა ასევე ვარ მცირე მეწარმე, ბიზნესმენი, ვეწევი პოლიგრაფიულ მომსახურებას ჩვენს რაიონში, დაბა კაზრეთში. როგორ და როდის გაგიჩნდათ ფოტოსტუდიის შექმნის იდეა? საიდან იწყება თქვენი ფოტოსტუდიის შექმნის ისტორია? რამ გიბიძგათ, რომ დაგეწყოთ საკუთარი ბიზნესი? ფოტოსტუდიის დაარსების იდეა დაახლოებით 9 წლის წინ გამიჩნდა, მაშინ როდესაც ჩვენს დაბაში გაჩნდა იმის საჭიროება, რომ ამ კუთხის მომსახურება ყოფილიყო და მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ამ სფეროში მომსახურებას ვერ იღებდა და უწევდათ უახლოეს ლოკაციებზე ბოლნისი იქნებოდა ეს მარნეული თუ თბილისი წასვლა და იქ ამ მომსახურების მიღება და ვიფიქრე, რომ რატომაც არა, როდესაც იყო ამის საჭიროება შეიძლებოდა ყოფილიყო ჩვენს დაბაშიც ფოტოსტუდია, რომელიც მრავალპროფილური კუთხით მოემსახურებოდა ჩვენი დაბის მოსახლეობას. ვინ არიან დაინტერესებული მომხმარებლები და რა პროდუქტს თავაზობთ მათ? ჩვენი ძირითადი მომხმარებელთა სეგმენტი წარმოადგენს სადღაც 16-დან ზემოთ, 16 წლიდან ზემოთ და მოიცავს როგორც მოზარდ თაობას, ასევე სკოლის თანამშრომლებს, ბაღის თანამშრომლებს, რომლებსაც ესაჭიროებათ ხშირად გადაღებები, ეს იქნება ვიდეო გადაღებები, ღონისძიებების, ფოტოალბომების მაგალითად, ასევე სხვადასხვა სახის მომსახურებას ვთავაზობთ, როგორიც არის პასპორტების, ფოტოების ბეჭვდა, ფოტოების სერტიფიცირების ლამინირება, სხვადასხვა სახის მაგალითად ვაუჩერის დამზადება იქნება ეს თუ ვიზიტკების თუ ასე შემდეგ, ანუ ჩვენ ვეწევით პოლიგრაფიულ მომსახურებას და ვთავაზობთ ძალიან ბევრი სახის მომსახურებას.
რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარი საქმის სიყვარული და როგორ ზეგავლენას ახდენს ეს ყოველივე საქმის შესრულების ხარისხზე? რომ არა საკუთარი საქმის სიყვარული, იმდენად რთული ამ სფეროში მუშაობა, სხვადასხვა სახის მომხმარებელთან კომუნიკაციის დამყარება, რომ ხშირად ადამიანებს რაღაცა შეკვეთა რომ აქვთ მოცემული და შემდეგ ამომწურავად ითხოვენ რაღაცა დეტალების ცოდნას, ამ ყველაფერში დააკვალიანებ, გაუკეთებ და ყოფილა შემთხვევები რომ ამ შეკვეთას აუქმებენ და ვფიქრობ რომ ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებელსაც და მომხმარებლებსაც კონდეთ საკუთარი პასუხისმგებლობა და სხვისი შრომის დაფასება იცოდნენ, იმიტომ რომ საკუთარი საქმე რომ არ გიყვარდეს იმდენად რთული ამ სფეროში მუშაობა, ძალიან ბევრ ადამიანთან გიწევს ურთიერთობა და საკუთარი საქმე რომ არ გიყვარდეს, მოკლედ შეუძლებელი იქნებოდა ამის გაკეთება. რა სირთულეებთან არის დაკავშირებული ბიზნესის მართვა, რას ურჩევდით ამ სფეროში მოღვაწე და ზოგადად ბიზნესი დაინტერესებულ დამწყებებს? ზოგადად ნებისმიერ სფეროში, რაიმე ბიზნესს რომ იწყებ ადამიანი, უნდა გაითვალისწინო, რამდენად არის მოთხოვნადი ესა თუ ის ბიზნესი, რა სეგმენტს უნდა მოიმსახურო და გაამართლებს თუ არა ბაზარზე. აუცილებლად უნდა შეისწავლო შენი კონკურენტები, რომლებიც კონკურენციას გიწევენ ამა თუ იმ სფეროში და მომხმარებელს შესთავაზო ის ინოვაციური მეთოდი იქნება, მომსახურება, რომლითაც არჩევანს გააკეთებს შენს მომსახურებაზე და არა სხვა რომელიმე მომსახურებაზე. ჩვენ აღვნიშნავ, რომ გვაქვს სოციალური გვერდიც, რომლითაც კომუნიკაციას ვახორციელებთ არა მხოლოდ ჩვენი დაბის მოსახლეობასთან, არამედ მოცული გვაქვს ქვემო ქართლის რეგიონი და ხშირ შემთხვევაში გვიკავშირდებიან საქართველოს სხვადასხვა კუთხიდანაც, გვაძლევენ შეკვეთებს და უკვე პოსტის საკურიერო მომსახურებით ვაწვდით საქართველოს ნებისმიერ არეალში, სადაც ჩვენი საქართველოს პოსტის მომსახურება ვრცელდება. წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მარიამს და ქალბატონ ნანას ესეთი საინტერესო ინტერვიუსთვის. მე დღეისთვის გემშვიდობებით, შემდეგ შეხვედრამდე, შემდეგ შეხვედრაზე კი ბოლნისის ხმაში გაჟღერდება ჯენზის ხმა. გვეყოლება სტუმრად ანიმა ისურაძე, რომელიც მისი წარმატების შესახებ ისაუბრებს და მისცემს რჩევებს ჯენზი გოგონებს, ჯენზი თაობას და შესაძლებლობები აქვთ ჯენზი გოგონებს დღეს. მადლობას გიხდით კიდევ ერთხელ, გემშვიდობებით.